ევროპული კარტოგრაფია და ქართველები. არსებობს ქართველი მოგზაური, დიპლომატი, ვისი ნახვა შეგიძლიათ ძველ ევროპულ რუკებზე. სულხან საბა ორბელიანი. სულხან საბა არის ერთადერთი ქართველი, ვინც სახელობითად არის აღნიშნული ორ ევროპულ რუკაზე. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი რუკა ეს გახლავთ 1723 წელს ფრანგი სამეფო კარტოგრაფის გიომ დელილის მიერ პარიზში დაბეჭდილი კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკა. ამ რუკაზე სულხან საბა პერსონალურად არის აღნიშნული და ასევე სულხან საბას ღვაწლი, რომ რუკის შექმნა შესაძლებელი გახდა სწორედ სულხან საბას მიერ გაზიარებული ინფორმაციის საფუძველზე. ეს არის რუკა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ გზები, ციხეები, ეკლესია, მონასტრები, ასევე ხიდები, სხვა უამრავი აღნიშვნა, რომლის მსგავსაც მანამდე ვერც ერთ ევროპულ რუკაზე ვერ ნახავთ, რომელიც ჩვენს რეგიონს შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე აღნიშნავს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის პირველი ევროპული რუკა, რომელიც უამრავი ქართული ტოპონიმისთვის არის ერთგვარი დაბადების მოწმობა ევროპულ კარტოგრაფიაში. მაგალითად, ტოპონიმები აჭარა და მაჭახელი პირველად სწორედ ამ რუკაზე გვხვდება. საკუთრივ სულხან საბას ამოკითხვა ამ რუკაზე შეგიძლიათ შემდეგი ტექსტის ნაწილში. სოსკამ საბას, პრინცე და გეორგიე, სულხან საბა, ქართველი თავადი.